მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეს ბელნიკ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ GraphQL-ის 3 ძირითად ოპერაციის ტიპზე. დღევანდელ ვიდეოსთვის მოგიზადეთ ძალიან საინტერესო სლაიდები, მოდი გადავიდეთ პირდაპირ სლაიდებზე და განვიხილოთ თითოეული მათგანი. GraphQL-ის ოპერაციის 3 ტიპი დამწყებთათვის. ანუ carry, mutations და subscriptions. მარტივად და გასაგებად. restore-ის ანალოგიით მოვიყვანოთ. შემდეგი სლაიდი. რას ვისწავლით დღეს? დღეს განვიხილავთ ანუ შესავალ restore-ის ანალოგია, კლიენტის სერვერი და GraphQL-ი. Carry მონაცემების წაკითხვა, ინფორმაციის გამოთხოვა, mutations მონაცემების შექმნა, შეცვლა და წაშლა, subscriptions რეალურ დრო ანუ სტრიმინგი live მონაცემები, ხოლო მეხუთე ეს არის შეჯამება, სამივე ოპერაციის მოკლე შეჯამებას გავივლით. პირველი შესავალ restore-ის ანალოგია. restore-ი უდრის აპლიკაციას. მაგალითად, კლიენტი ანუ მომხმარებელი არის მომხმარებელი რესტორანში. სერვერი სამზარეულო, სადაც კერძები მზადდება. GraphQL-ი ეს არის იდეალური მიმტანი, ხოლო REST API არის მიმტანი, რომელსაც წინასწარ გამზადებული მენიუ მოაქვს. როგორ მუშაობს? პირველი არის კლიენტი, შემდეგ GraphQL-ი და სერვერი. GraphQL-ი არის ზუსტად ის, რაც ითხოვეთ თქვენ. GraphQL-ის უპირატესობა REST API-ზე. REST API-სთან მიმართებაში, ანუ REST API არის მიმტანი, წინასწარ გამზადებული მიმტანი, რომელიც წინასწარ გამზადებული კერძი მოაქვს, ანუ ზედმეტ საჭმელს რომ გაძალებთ, ზედმეტ მონაცემებს გაწვდით. იმას, რომელიც არ გინდათ თქვენ. ხოლო GraphQL-ი ეს არის თქვენ ზუსტად ეუბნებით თუ რა გინდათ, მაგალითად მიმტანს და ანუ მაგალითად მინდა მხოლოდ 2 ცალი ხინკალი, ყველი მწვანელის გარეშე და ასე შემდეგ. ანუ ეუბნებით რომ მინდა მხოლოდ ეს მონაცემები და ანუ სერვერი მხოლოდ იმას გაძრავთ, რაც ზუსტად ითხოვთ. ამას ქვია no overfetching-ი. შემდეგ პირველი დავიწყოთ ახლა განხილვა carry, არის მონაცემების წაკითხვა, ინფორმაციის გამოთხოვა. carry, როცა მონაცემების წაკითხვა გვინდა, ანუ carry გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა მხოლოდ და მხოლოდ მონაცემების წაკითხვა. რა არის carry? ეს არის read ოპერაცია. მონაცემების წაკითხვა, ანუ read წასაკითხვა ოპერაცია. რესტორანში, მაგალითად რესტორანში რა ღირს მწვადი? ან რა არის დღევანდელი მენიუ? სამზარეულოში არაფერ, ამ შემთხვევაში სამზარეულოში ჩვენ არაფერს არ ვცვლით, მხოლოდ ინფორმაცია გვაინტერესებს. carry-ის მთავარი ძალა, ანუ შეგვიძლია ვთხოვოთ მხოლოდ ის ველები, რაც გვჭირდება, ანუ შეგვიძლია ვთხოვოთ მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგალითად, ან გვჭირდება სახელი და ფოტო. და აღარ გვაწვდის ამასთან ერთად ტელეფონის ნომერს, იმეილს, დაბადების თარიღს, ანუ მხოლოდ გვაწვდის იმ მონაცემს, ანუ რაც ჩვენ ვთქვათ, სახელი და ფოტო, მხოლოდ გვაწვდის ამ მონაცემს. No overfetching, ანუ მიიღებთ მხოლოდ იმას, რაც ზუსტად იკითხეთ, არანაირი ზედმეტი მონაცემი. მეორე, mutations, ანუ მონაცემების წაშლა, create, update და delete. mutations, როცა ბაზაში რაიმეს ქმნით ან ცვლით. ანუ როცა მონაცემთა ბაზაში რაღაცას ქმნით ან ცვლით. რა არის mutations? მაგალითად, mutations უდრის ცვლილებას. მონაცემების შექმნა, შეცვლა ან წაშლა. ანუ ჩვენ შეგვიძლია mutations დახმარებით შევცვალოთ მონაცემები, წავშალოთ და შევქმნათ ახალი. რესტორანში მაგალითად მინდა პიცა, ახალი შეკვეთას როდესაც ვაძლევთ, ან წაშალეთ წვენი, ანუ შეკვეთის როდესაც ვუნებთ, რომ წვენი აღარ მინდა და შეკვეთას ვაუქმეთ. სამზარეულოს, ამ შემთხვევაში უკვე სამზარეულოს მდგომარეობა იცვლება. mutations ბონუსი, ანუ ერთ ოპერაციაში პირველი მონაცემებს ვქმნით და პასუხსაც მომენტალურად ვიღებთ. ანუ და ვეუბნებით, რომ შექმენი ახალი user და დამბრუნე მისი ახალი ID. ანუ create plus response, ანუ მონაცემების შექმნა და პასუხის მიღება ერთ ოპერაციაში. მესამე, ეს არის უკვე subscription, რეალურ დრო სტრიმინგი live მონაცემების მიღება. subscription live რეჟიმში ცვლილებების მიღება. რა არის subscription? subscription უდრის გამოწერას, ანუ real time მონაცემების მიღება რეალურ დროში, რესტორანში მაგალითად, ანუ იშვიათი კერძი, რომელიც დიდხანს მზადდება. არა, ანუ მზადაა, ყოველ 5 წუთში რო ვეკითხებით უკვე. ხო და როდესაც გონება კი, ანუ როგორც კი მზად იქნება,
წამომიღე. ანუ ჩვენ თუ მზად არის, როდესაც მზად იქნება, ამ შემთხვევაში წამომიღე. როგორ მუშაობს? ანუ მუდმივი კავშირი, WebSocket-ი, სერვერი თავად აწვდის ინფორმაციას და ხელახალ კითხვის გარეშე, ანუ ხელახლა შეკითხვის გარეშე გვაძლევს უკვე ახალ ინფორმაციას. მაგალითები, ანუ ჩეთის ახალი მესიჯი და live ანგარიშის ცვლილება. ანუ მაგალითად, როდესაც ჩატში ახალი მესიჯი მოგვივა, ხო ეგრევე გვაწვდის ჩვენ ამ ახალ მესიჯს. real time, ანუ სერვერი მომენტარულად აწვდის ახალ მონაცემებს ხელახალი კითხვის გარეშე. და გადავიდეთ უკვე შეჯამებებზე. პირველი, ანუ carry ეს არის მონაცემების წაკითხვა, mutations ეს არის მონაცემების შექმნა და შეცვლა, ხოლო subscription ეს არის live რეჟიმში ცვლილებების თვალიერება. GraphQL-ის ოპერაციის 3 ტიპი, მარტო და გასაგებად. იმედე მოგეწონათ დღევანდელი ჩემი ვიდეო და თქვენთვის საინტერესო იქნება. გთხოვთ არ დაიზაროთ, გამოგვიწერეთ, გამოვყევით, დალაიქეთ, დააკომენტარეთ და ერთად განვითარდეთ პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.